რადგან ხარისგულა პამიდორის მოსაყვანად არაფერს არ ვიყენებთ ნაკელის გარდა, ამიტომ ჩვენს ბოსტანში ძალიან ბევრია მახრა. და ეს ჩემი პრობლემა არაა მარტო, ბევრს აქვს იგივე პრობლემა, ვისაც მოყავს პამიდორი ორგანული სასუქით. საამისოდ ღერღილი დაგჭირდებათ და ჩვენ ვიყენებთ გადამწვარ ზეთს, უკვე გამოყენებულ ზეთს. ეს ისედაც შხამია თავისთავად ადამიანსაც სპობს. ერთხელ გამოყენებული განაცხელები ზეთი სამზარეულოში რომ მეორედ გააცხელო, უბედურებაა და იმედია მახრასაც ავნებს, მაგრამ ეს ზეთი შენახული გვაქვს ამ საქმისთვის, იმიტომ რომ კიდე უფრო სუნიანია ვიდრე ზეთი არის საერთოდ და მახრას მოსწონს. ღერღილს უნდა დავასხათ ეს ზეთი და ამითი გავჟღინთოთ ჩვენი ღერღილი ამ ზეთით. თუ ეს ნახმარი ზეთი, ნამუშევარი ზეთი არ გექნებათ, საჭმელი ზეთი რა თქმა უნდა. შეგიძლიათ კახური ზეთი რომ ნაკლებად ხარისხიანი, უფრო სუნი რომ ასდიოდეს ისეთი. საშინლად არ მიყვარს ბაღში შხამქიმიკატების გამოყენება, მაგრამ ეს ის კონკრეტული შემთხვევა, როგორც როცა სხვანაირად ვერ ვებრძვით მახრას. ნებისმიერ მცენარეთა დაცვის მაღაზიაში იყიდება, შინაურულად კარატე ქვია და ყველა იცნობს ამასე ამპულებში იყიდება. ასე ნახევარვედროს თუ ღერღილს გაამზადებთ, კარატე დაჭირდება 3 ამპულა დაახლოებით. ძალიან უნდა უფრთხილდეთ ქათმებს ამ დროს. ქათამი რომ კენკავს შეიძლება დახოცოს. ამიტომ რომ მოაყრით ამ შხამიან ღერღილს თქვენს ბოსტანში დამუშავებულ მიწაში აუცილებლად უნდა ჩათოხნოთ, რომ შიგნით მოექცეს. ამას შეჭამენ ჩვენი მახრები და მეორე დღეს ყველა დაჭარფალებული დაგვხდება დაცვენილი, სულ ასე ამოტრიალებულები დაიყრებიან. საშინელი სუნი უდის უბედურებაა, მაგრამ სხვა რა გზაა. სხვანაირად მახრას ვერ ვებრძვით. არსებობს ბევრი ხალხური მეთოდიც, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და იმ რაოდენობის მახრას, რამდენიც ჩემ ბოსტანშია, სხვა ვერაფერი ვერ უშველის. რა თქმა უნდა, ხელთათმანიანი ხელით სხვანაირად ვერ მოაყრით. აი დაბარულ მიწას უნდა კარგად მოაყაროთ ყველგან. დღეს რომ მოაყრით, ხوار დარგავთ. დღეს მოაყრით, ჩათოხნით, რომ მიწის ქვეშ მოექცეს და ხვალ დარგავთ. ჩიტებთანაც საშიშია, სხვათა შორის ჩიტი თუ დაესია, სულ ყველა დაწყდება, ამიტომ ძალიან ვცდილობთ, რომ მიწის ქვეშ მოვაქციოთ, რომ არ დავაზიანოთ სხვა. იმდენი შაშვი მყავს, გულის გამისქდება, რომ რამე დაემართოთ. პამიდორის დასარგავად როგორც იქნა მზემ გამოანათა და საუკეთესო დროა ეხლავს. ჩვენ გაჩვენეთ წინა ვიდეოში მიწა როგორ დავამუშავეთ, ნაკელი როგორ შევიტანეთ. წინა შემოდგომაზე რომ დავბარეთ პამიდორი რომ ავიღეთ, მაშინ ნაკელი ერთხელ შევიტანეთ და დავბარეთ. ახლა გაზაფხულზე კიდე დავამატეთ დამწვარი ნაკელი და დიდი ორმოები ამოვიღეთ. იკითხავს ახლა გამოუცდელი ადამიანი, რა თუნდა ამხელა ორმო ამ ციცქნა პამიდორს. ჩითილი ფანჯრის რაფაზე შევიტანე ბოლო ერთი კვირა. სათბურიდან გამოვიტანე ასე თასზე დაწყობილი, ცოტა კი აიწოცა, მაგრამ არ აუშავს, ღრმად დავრგავ. მეტი არაა საჭირო. ამ ღრმა ორმოში ქვეშ ჩაუფენ ამ გოროხს. ნაკელის გოროხს. ღრმად ვრგავ. ეს რას ნიშნავს? ერთი რომ თბილად იქნება ორმოში და მეორე ამბავი ის რომ დაცული იქნება ქარისგან, ირგვლივ რომ ორმო ექნება და მესამე ამბავი რომ წამოიზრდება მიწას მოვაყრი. და კარგად შემოუდგებ, შემოუთოხნი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრ დამატებით ფესვს გაიკეთებს და კარგად დამსხვილდება, კარგად დაძლიერდება. თუ კარგი დარია და მზიანი დარია, ასეთი ჟვერო მაქვს მოტეხილი ჩვეულებრივი ტოტები და დავფარავ მორწყვის შემდეგ ზისგან. დავაფარებ ფოთლებს, რომ ზემ არ გამიფუჭოს და არ დამიჭყნოს. თუ ქარიანი და ცუდი ამინდია, ჩვეულებრივ ამ 5 ლიტრიან ბოთლებს მოვაჭრი ძირს, პატარა ფანჯარას გამოუჭრი ბუხარივით გვერდზე და თავს მოვხდი. ეს ნიშნავს იმას, რომ აქედან შედის ჰაერი, აქედან ამოდის და კარგად ნიავდება და დავაფარებ. მიწას შემოვაყრი, რომ ქარმა არ გამიფუჭოს. ქარმა სიცივემ
ბევრ რეგიონში ჯერ ადრეა პამიდორის დარგვა და მაისის ბოლომდე ვერ რგავენ. ამ მარტივი მეთოდით თუ აქედან საჰაეროს მისცემთ, არ დაიორთქლება და შეგიძლიათ პამიდორი იმაზე ადრე დარგათ, ვიდრე ეკუთვნის კალენდარულად დარგვა. შემდეგი ამბავი არის გათოხნა, შაბიამნიც და კირის წყალხსნარით შესხურება, ჭიგოს მიდგმა, ამას მე თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ. თავარია რომ გქონდეს ყუდრო ადგილი, მოფარებული ადგილი, ან შენობასთან ვრგავთ, აი როგორც ხედავთ აქ, ან ცოტა ხეებთან, ვენახთან ძალიან მოსწონს შეფარებული, ან კიდე უფრო იოლი მარტივი მეთოდია თუ გაშლილი მინდორი გაქვთ, პამიდორთან ერთად რამდენიმე მარცვალი სიმინდი ჩათესოთ, რომ სიმინდმა მოუჩრდილოს და ყუდრო ადგილი მისცეს. ხარისგულა საფერებელი ჯიშია, მაგრამ ამაზე უკეთესი პამიდორი არ გაჩენილა, თუ კი კარგად მოუვლით, ძალიან გაგახარებთ და საუკეთესო მოსავალს მოგჩვენთ. ჩვენ არაფრით ნაკელის გარდა არ ვყვებავთ, ჟიჟას გავაკეთებთ ცოტა მოგვიანებით და იმის დაყენებასაც გიჩვენებთ. ჭინჭარს და ნაცარქათამას ჩავყრით ხოლმე ჟიჟასთან ერთად და ჟიჟის დაყენების პროპორციებსაც გიჩვენებთ ახალი ნაკელით. 2 მეტრიანი, 2.5 მეტრიანი სარები მოიმარაგეთ, იმიტომ რომ სარის გარეშე ბახჩის პამიდორია ხარისგულა 3 მეტრამდე სიმაღლის იზრდება, აკვრა და გასხლა ჭირდება, ფურჩქნა ჭირდება სულ მთელი წელი და ამიტომ სარები მოიმარაგეთ. 60 სანტიმეტრი უნდა დააშოროთ ერთმანეთს, თუ საშუალებაა 70-იც, არც 80 აწყენს ერთმანეთს. თუ რიგში დარგავთ, ერთმანეთს შორის 40 სანტიმეტრი და რიგებს შორის 60 სანტიმეტრი. დიდი ჯიშია, სიხალვათე და სითხელე ჭირდება, რომ კარგად მიუვიდეს ყველგან მზე, შუქი და ჰაერი. იმისთვის რომ ნაყოფი თანაბრად დამწიფდეს და არა მარტო ლოყა გაუწითლდეს. ჭრდილში, ფოთლებში როცა იჭრდილება არ გამოდის კაი. 70 სანტიმეტრიანი ჯოხი გამოჭერით და ორმოებს შორის, ცენტრებს შორის 70 სანტიმეტრი დააშორეთ, თუ კი გაბნეულად დარგავთ ჩემსავით და თუ რიგში დარგავთ კი გითხარით.